დღიდან ეს გადაცემა კვირის მოვლენაა. მე მისი წამყვანი ნათია სტეფანიშვილი გახლავართ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის ახალი რეგულაციები, კონკრეტულად განვიხილავთ საჯარიმო ქულათა სისტემას, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან შემოდის. იგი გულისხმობს მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის სამართალ დარღვევის შემთხვევაში მძღოლებს ჩამოაკლდებათ შესაბამისი ქულები და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი ბატონი დავით მესხიშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისათვის. და სწორედ ამ საჯარიმო ქულათა სისტემის შესახებ მინდა გაგესაუბროთ, პირველ რიგში თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად სამართლიანია ეს საჯარიმო ქულათა სისტემა, რომელიც დაკანონიკასაც აპირებენ. ესე განსხვავებით კიდევ ბევრი სხვა ცვლილებებისა, მოგესალმებით პირველ რიგში, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილ ცვლილებებში სრულიად უჭერთ ხარს და ერთ-ერთი არის ქულათა სისტემა. ბევრმა თქვა, რომ ეს სულელია, ბევრმა თქვა, რომ ეს დაუშვათ მიუღებელია, ბევრმა თქვა, რომ ნეტარ არის ინფორმაცია არ აქვს. ამიტომ კარგი იქნება, თუ იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო აქტიურ კამპანიას აწარმოებს და ინფორმაციას მიაწვდის. მოდი გამიხილოთ რამდენიმე მაგალითი პირდაპირ, ხო? თუ ყველას ნათელი იყოს. თქვენ ხართ, ხო, ესე ჯობია თქვენ იყოთ. თქვენ ხართ ფინანსურად შეძლებული მძღოლი და მე ვარ ფინანსურად გაჭირებული ადამიანი, თუმცა მყავს ავტომობილი. და ჩვენ მივდივართ დაუშვათ ქუთაისში ან ბათუმში სადმე და ბუნებრივია თქვენ გაქვთ ფული. შეგიძლიათ სიჩქარეს გადააჭარბოთ, ღერძულო ხაზი გადაკეთოთ, გაკეთოთ ყველაფერი, რაც გინდათ მაგისტრალზე და ამისთვის ჯიბეში გაქვთ 340 ლარი გადადებული და ამავე დროს დაჩაგროთ ჩემნაირი ფინანსურად გაჭირვებული ადამიანი გზაზე და არ ღვევინოთ წესი, ფარები ამუნთოთ, გადაიყვანოთ, ღერძულო ხაზი გადააკვეთინოთ, იყოთ აგრესიული ეს პირდაპირ და 340 ლარი გადაიხადოთ და ამ დროს ხო ჩახვიდეთ, კიდე უამრავ ადამიანს საფრთხეს შევუქმნით, ხო, სწრაფად იმოძრავებთ ალბათ. ასე ვთქვათ, გათამამებული იქნებით ამ ფინანსური შეძლების გამო. და მე ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მე უნდა ძალიან ბევრი ვიფრთხილო, არ დამაჯარიმონ და ასე შემდგომ და ამავდროულად. ანუ ეს არის დისკრიმინაციული კანონი. ანუ კანონის წინაშე გამოდივართ ჩვენ ორი არათანაბარი ადამიანი აბსოლუტურად, თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი და მე შემიძლია ვაკეთო არაფერი. კი, იმედით რომ მე გადავიხდი ფულს. კი, და თქვენ ეს ფული გაქვთ, თქვენ ჯიბეს ეს არ ეთყობა. და ჩემ შემთხვევაში მე უნდა ვინებიულო იმაზე, რომ არ დამაჯარიმონ და პლუს ამას ვთხილოთ ვიარო, ხო? აი ეს დამთავრდა ამ 100-ქულიანი სისტემით. ანუ თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ჯარიმის ფული გაქვთ თუ არ გაქვთ, კონკრეტულ დარღვევაზე გაკლდებათ კონკრეტული ქულა. კონკრეტულ დარღვევაზე კონკრეტული ქულის გრადაცია ჯერ არ მომხდარა, ანუ რამდენი ქულა იქნება, მაგრამ ფაქტია და ცალსახარ, სიჩქარის გადაჭარბებაზე იქნება მაღალი ქულა. ნაშრომობაზე ისედაც მე არ ვიცი რა ქულა უშოლის, ისედაც 6 თვიანი მართვის შეჩერება, მაგრამ ქულების სისტემაში რა მოხდება? სიმართლე გითხრათ, ჯერ არ არის მთლად ეს დაზუსტებული. შეიძლება მობილურზე საუბრისთვის, რომელიც მე ძალიან დიდ დარღვევად მიმაჩნია. იქნება ნაკლები ქულა და იქნება რაღაც დარღვევები, მოკლედ, რომელიც ანუ რისკის შემცველი არის უფრო ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის თვალსაზრისით და ამას იქნება მეტი ქულა, რაღაცას იქნება მოკლედ ნაკლები, რაღაცას მეტი. წლის განმავლობაში თუ თქვენ ამას ქულას გაანულებთ, შეიძლება 4 ჯარიმაში მოახერხოთ, ან მოახერხოთ 2 დაჯარიმების შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ გააჩნია დარღვევის ხასიათს, სიმძიმეს. მოგიწევთ გამოცდას თავიდან გასვლა და ჩაბარება. ხო, აი ამ ასე ვთქვათ ცვლილების არსი არის ამაში, რომ გათანაბრდა ყველა კანონის წინაშე. ეს არის სწორი. მით უმეტესიც რა არის, ეს არ არის ახალი ველოსიპედი, რომელიც მოიფიქრა ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეს არის ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის მოდელი, რომელიც იქნა აღებული, მე ვიცი, რომ რუმინეთში ასია, მაგალითად, ჩეხეთში ასია, ბულგარეთში ასია, ასია გერმანიაში. ანუ ქულათა სისტემა მისაღებია, ამაში მე ვერანაირ საგანგაშოს ვერ ხედავ, ნურსნურავ დაინახავს. არ არღვევ, გაქვს 100 ქულა. შეიძლება დაამთავროთ 20 ქულით, ეს არ ნიშნავს და ყოველი წლის დასაწყისში ისევ გიმთელდება თავს. ისევ 100 ქულა ხდება და ეხლა 6-ჯერ და 7-ჯერ დაარღვევ ადამიანი, ხო? და ისე 100-კან 20 პატვის. ერთი არსებობს კატეგორია ადამიანების, რაც არის სამწუხარო იყოს უნდა ვთქვათ, რომლებიც უბრალოდ პატვის არცემენ ქვეყანას, საკუთარ ქვეყანას, პატვის არცემენ კანონს და კანონის და ზოგიერთისთვის არის ესეთ გამონათქვამი, რომ
კანონი არის, იმიტომ რომ ის უნდა დაარღვიო, ხო? რასაც მე კატეგორიულად ვეცნობ. თუმცა საქართველოში არის ძალიან პოპულარული გამონათქვამი ეს. ხო, აი კატეგორიის რაღაც ნაწილი და ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, უმცირესობა ძალიან გამოსწორდება და გახდება კანონის წინაშე თანაბარი. სწორია მისაღებია. ამ შეფასებას ალბათ იქნება საჭირო უფრო ცნობიერების ამაღლება, ხო, მცხოვრებისთვის, მაგრამ კულტურული დონეზე. კი. ვთქვათ, თვითონ გაიაზრო, რომ არ დაარღვიონ კანონი. რა თქმა უნდა, მოდით აი კიდე არის ესეთი რამოდენიმე გავრცელებული დარღვევა და ესეც თქვათ, თქვენ გახართ საცობში, პატიოსნად და ვიღაცა მე გადადის ღერძულა ხაზს უწყვეტ ხაზს კვეთს, გადადის, გადაგასრებს და ჩაგიყენებს წინ, ხო? ნუ ეს ხო თავისთავად არცემს პატივს. შენს არცემს პატივს. პლუს ქმნის საცობს უფრო მეტად, იმიტომ რომ შენ ვეღარ გადიხარ და ის ჩასვა იქ, ხო? ნუ ეს არის პირდაპირ გაგებთ უკულტურობა და ძალიან ბევრს გაუკეთებია ალბათ და ხანდახან ყოფილა მეც თუ გამიკეთებია, მეც უკულტუროდ მოქცეულო სრულიად. რასაც ჩვენი კულტურით ვერ ხვდებით და ვერ ვაკეთებთ, აუცილებლად უნდა მიგვითითო სახელმწიფო ამისკენ. და უნდა დაგვსაჯოს კიდევაც თუ დასაშლელები ვართ. ღვედის გაკეთებას განარა კულტურა ჭირდებოდა, როცა ხედავ მთელ და რატო ჭირდებოდა საჯარიმო სანქცია. ჩვენ რეალობაში ხო, ძალიან მარტივი მაგალითია. მთელ ევროპაში თუ უკეთიათ ეს ღვედი. თქვენ გონიათ იქ რა მოდა ასეთი, ხო? არა, ნამდვილად. ეხლა ნორვეგიაში მაგალითად სკანდინავიის ქვეყნები ითვლება ყველაზე გამომაჩი ქვეყნებად. ნორვეგიაში თქვენ რო აგრძელოთ ჯარიმა რო გააუქმოთ ღვედის გაკეთებას, გონიათ ვინმე მოიხსნის, არც ერთი ძღოლი არ მოიხსნის ღვედს. ანუ ხო, ჩვენ პრობლემა გვაქვს, მაგხრივ, კი, ჩვენ გვაქვს პრობლემა, იმ მარტივიზების გამო უმეტესობა, მათ შორის ჩვენი მშობლები საბჭოთა კავშირის დროს გავიზარდეთ, როდესაც შეგეძლო რომ გაისთან მოგეგვარებინა ორმანეთად ყველაფერი და გეცხოვრა ისე როგორც გინდოდა რომ გეცხოვრა. მე მგონი ამას რო ჭირდება ჩვენ მოვექცეთ ევროპულ სტანდარტში, რა არის ევროპული სტანდარტი? ევროპული სტანდარტი არის წესების დაცვა. და ხო, კიდევ რა, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ სახელმწიფო მოვირგოთ ჩვენ. ჩვენ მოვიხუროთ, ესე როგორც მე მაცვია ხა ბიჯაკი, მოვიხუროთ და ეს კომფორტულად მარტო ჩვენი იყოს ეს სახელმწიფო. ესე არ არის. შენ რას აკეთებ სახელმწიფოსთვის? ერთხელ მაინც უნდა დასვა ეს კითხვა და სახელმწიფოს უნდა ესე პატივი და დაიცვა ის კანონი, რომელიც არის დაწერილი. ანუ დავუბრუნდეთ ისე ამ თემას, ანუ თუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანუ ეს დაჯარიმება იქნება ვიდეო დაჯარიმებებზე გავრცელდება თუ პირდაპირ დაჯარიმებებზე გავრცელდება? ნუ ყველა ეს სანქციები, რაც მკაცრდება, მოდი თქვათ რა მკაცრდება, ხო, პარალელურ რეჟიმში, ალბათ უმჯობესია. ეს არის სიჩქარის გადაჭარბებაზე მკაცრდება უწყვეტი ხაზის გადაკვეთა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წყვეტილი ხაზის, ანუ რა, ხაზიდან ხაზში მოძრაობა დღეს მიდიხარ, ვიღაც ჩაგივარდება წინ. ეს სტატისტიკურად დადგენილია, რომ ყველაზე მეტად ქმნის ავარიულ სიტუაციებს, ასევე გამკაცრდება და ძალიან მაღალი ჯარიმა დაწესდება, თუ თქვენ გადაწყვეტ უწყვეტ ხაზს და გადახვალთ საპირისპირო მიმართულებით, ანუ მარტივად რომ წარმოვიდეთ საპირისპირო და მომავალი ავტომობილის ნაკადს თუ დაუპირისპირდებით, გახდება 300 ლარი, იმიტომ რომ თქვენ ამ შემთხვევაში ქმნით ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს და ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა საპირისპირო მიმართულებით გადასვლის დროს, უმეტესობა ყოველ შემთხვევაში. ალბათ სავარაუდოდ დაახლოებით 80%-მდე. ეს ჯარიმები არის სწორი გამკაცრების თვალსაზრისით. როგორ მოხდება ამის რეგისტრირება? ნაწილი ვიდეო კამერებით და იცით რომ ახალი მოდელი მერგება. კონტაქტო პატრულს მინდა კიდევ ასე. აი ზუსტად მივდივარ მართალს. ანუ ისეთ როგორ ნახსენები იყო უკონტაქტო პატრული, თუმცა აი ფარული პატრულირებაც გავრცელდა ესეთი ტერმინი საზოგადოებაში, რომელი უფრო სწორია თქვენი აზრით და ზუსტად რას იცით რა, ხო. მოხალისეების ჩაერთვებიან ასე თქვენ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ანუ მე შემიძლია ჩუქო ტელეფონით გადაუღო ვიღაცა. დიახ და შეგვიძლია სისტემაში განათავსოთ ეს, რომელიც მივა საბჭოთა პოლიციის ბაზაში. ხო. აი ხლა აქ არის რისკი. ეს არის უკონტაქტო. მართლიანია ეს. კი ბატონო, საინტერესო კითხვა, მე ვხედავ რისკებსაც, ვხედავ ამ დადებით მომენტს, ვხედავ რისკსაც. ცოტა რთულად იქნება ალბათ ადმინისტრირება ამის, ანუ ერთი კარგი მომენტი ისაა, რომ თქვენ შეიძლება დაინახეთ, ვიღაც ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებს, ისეც რომელიც სხვა სულთნის ის ან ნასვამი საჭესთან რაღაც აუცილებლებს ჩადის და ამ შემთხვევაში მომენტში არ არის საპატრულო პოლიცია
თქვენ შეგიძლიათ ეს გადაიღოთ, უცბად გადაგზა ან დაეკოთ ხო საბოლოო პოლიციაში. ეს მიღებული არის როგორც ესეთი, მაგრამ მე ვხედავ შემდგომ რისკს ამაში, რომ შეიძლება ვიღაც ერთი ადამიანი გადაეკიდოს ვინმე მეორე ადამიანს. უსაფრთხებოდეს მუდმივად, უღებდეს დარღვევებსა და მოკლედ ასე ვთქვათ, კორუფციის ნიშნები შეიძლება ამაში გამოიკვეთოს. კი ვხედავ. ხედავთ? კი ვხედავ, რომ შეიძლება თქვენ ვიღაცას დააგროვოთ რაღაც ბევრი ინფორმაცია, მე მიხვიდეთ და უთხრათ რომ აი შენზე აგერ მეგობარო არის 5000 ლარის ჯარიმა, მე შემიძლია ეს არ გადავაგზავნო და 2000 ლარი. ხედავ რა თქმა უნდა. ბატონო დავით, ასევე მინდა შევეხო City Park-ის სისტემას, ანუ ამ ფულების ჩამოკლება City Park-ის რაჯარიმების შემთხვევაშიც მოხდება, თუ მარტო ეს არა, სავარაუდოდ მოხდება, იმიტომ რომ City Park-ის ასე ვთქვათ, იცით რა, City Park-ი არის კერძო კომპანია, რომელიც ადმინისტრირებს პარკირების ასე ვთქვათ გამოსწორებაზე თუ დარღვევაზე თუ ასე შემდგომ. ანუ ჩვენ დავისაუბროთ ამ შემთხვევაში არასწორ პარკირებაზე. პარკირებაში ჩვენ გვაქვს გრანდიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ქვეყანაში არის პარკირების 32000, თბილისში არის პარკირების 32600 ადგილი და ავტომობილი არის 400000. შესაბამისად, ერთ პარკირების ადგილზე მოდის 12 ავტომობილი. ხო, ნუ აი როგორი მომენტია, დასწრებაზეა პარკირება. ამას ემატება, რომ დაახლოებით 20% პარკირების არის მითვისებული უკანონოდ. ეს არის ეგრეთ წოდებული სტაიანშიკი, რომელიც არ გაყენებინებს და რაღაც რკინის კონსტრუქციებს ალაგებს, ან ვინმე მაცხოვრებელი, რომელსაც არ უნდა რომ სახლის წინ გააჩერო და არ არის თან ეს მის ტერიტორია, ეს არის საზოგადოების ტერიტორია. ან რომელიმე კერძო მაღაზია, რომელიც დადებს კუნს ან რაღაცა ნივთს და პლუს ამას ემატება დიახ და ტაქსები. კერძო ტაქსები, რომლებიც დგანან დილიდან საღამომდე, კი არა, სულ 24 საათის განმავლობაში და მიტაცები, ეს არის მიტაცება პარკირების ადგილების. ასევე მიკროავტობუსების მიერ, ავტობუსების მიერ. ეს ადგილები არის ყველასი ჩვენია. ეს არ არის ვინმეს კერძო საკუთრება, ეს დაახლოებით 20-დან 30%-მდე ცოტა შვება მაინც იქნებოდა ქალაქში, რომ თავისუფლად შეგვეწყოს პარკირება. რაც შეეხება არასწორ პარკირებას, იყო ამენი დღის წინ ინიციატივა, რასაც ჩვენ კატეგორიულად შევეწინააღმდეგეთ, რომ ტროტუარზე არასწორი პარკირებისას მაგალითად აღარ მოხდეს ავტომობილის ევაკუაცია. ეს არის პირდაპირ და მოხდეს მარტო დაჯარიმება. ტროტუარზე პარკირების შემთხვევაში ევაკუაციის არ დაშვება ნიშნავს, რომ შენ იგივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებას არ გვაქვს, ქვეითად მოსიმერე ბრალი დავდეს, რომ ამოეფარნენო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და იმიტომ ამბობენ ამას, რომ ამ განცხადებას იმიტომ აკეთებენ, მე პირიქით ვფიქრობ, ისინი ლახავენ პირდაპირ ამ ადამიანის უფლებას და ჩვენ როგორც არასამთავრობო ამ შემთხვევაში ვიცავთ. პარკირება ხო, და მით უმეტეს დედაქალაქის მერის განცხადებები არის სრულიად წარმოუდგენელი პარკირებასთან დაკავშირებით. ტროტუარზე პარკირების აკრძალვით დაიწყო საცობებთან ბრძოლა. ეს ან ტროტუარზე პარკირებას აკრძალავს საცობი როგორ ებრძვიან ეს ჩემს ჯაჭვად ვერ ვაბავმი ამას ჯაჭვად და პლუს რა მოხდა? იქ სადაც გამოყოფილი იყო პარკირების ადგილი ტროტუარზე. მოდი სალსახად შევთანხმდეთ, რომ ტროტუარი არის ქვეითად მოსიარულის, მაგრამ ევროპის ქვეყნებში სადაც გამოვალი მდგომარეობა და სადაც 2 მეტრი ნახევარი რჩება ქვეითად მოსიარულისთვის, გამოვალი მდგომარეობის გამო ისეთივე როგორც ჩვენ ვაკეში ჭავჭავაძეზე გვაქვს, იქნა დაშვებული პარკირება, იმიტომ რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი. იქ აიგზალა და ჩვენ შეგვიძლია ერთად გავიაროთ და ნახოთ, დგას თუ არა იქ ავტომობილი, იქ დგანან ისევ ავტომობილები. რატომ? იმიტომ რომ როცა რაღაცას გრძალა, უნდა შეგვიძლოს ალტერნატივის შეთავაზება. მერია ამის შეთავაზა მძღოლებს. ვერც მრავალსართულიანი პარკირების ადგილი, ვერც უბრალოდ დამატებით პარკირების ადგილი და პირიქით შეზღუდა, ისედაც 12 ავტომობილი იყო ერთ პარკირების ადგილზე. რა პრობლემა გაქვს? პრობლემა გაქვს ის, რომ ხედვა არ აქვს. ზოგადად თბილისის მერიას ამჟამად პარკირებასთან და საბოლოოდ მინდა მოკლედ ჩამოვიყალიბოთ ამ პროექტს როგორ შეაფასებით. ზოგადად ცვლილებების ნაწილს მე აბსოლუტურად დადებითად ვაფასებ, ძალიან მომეწონა თქვენი შეკითხვა. კორუფციასთან მიმართებაში, რომელიც ეხება უკონტაქტო, ჩემთვის უკონტაქტო პატრულირება დაახლოებით იგივე ფარული პატრულირების ხარ. მამიშვილობა აქვს, მე მოქალაქე ჩამისაფრდება თუ საპატრულო პოლიციის, კარგი ისაგება, გარკვეულწილად ეს მართლა მოუმატებს დისციპლინას, ასე ვთქვათ, მოუმატებს, მაგრამ საპატრულო პოლიციამ უნდა იმუშაოს, რომ შანტაჟის, ასე ვთქვათ, მსხვერპლი არ გახდეს ჩვენი მოქალაქეები, რომ ვიღაცამ 5000 ლარი დაუგროვოს და მე 1000 ლარად ეს გავაკეთოს. დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ. Thank you.